ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც გვემბარდიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული. ტყუილი, ასე შეფასა ფაქტმეტრმა ირაკლი კობახიძის ეს განცხადება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგების თაობაზე რეზოლუცია 2008 წლის 2 ოქტომბერს მიიღო. ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია აღიარა და იქ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას დააკისრა. გარდა ამისა, რეზოლუციამ პასეს მონიტორინგის კომიტეტს დაავალა უზრუნველყოს მასში მოცემული მოთხოვნების შესრულებაზე დაკვირვება და მოხსენების მომზადება, რაც ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საკითხის აქტუალიზაციას უზრუნველყოფდა და ძალზე მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებულ რეგიონებში სადამკვირვებლო მექანიზმის არარსებობის გათვალისწინებით. რეზოლუციაში არსად წერია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. დოკუმენტის მეოთხე მუხლი აღნიშნავს, რომ თუმცა ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც თანმდევი პროვოკაციებითა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ სამშვიდობო ძალებმა ვერ უზრუნველყვეს საკუთარი მისიის აღსრულება და წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინარე მოწოდებების სამშვიდობო ფორმატის ცვლილების განხილვასთან დაკავშირებით არ იქნა გაზიარებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ, ხოლო სამხედრო ძალის გამოყენება კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარისთვის ერთ-ერთ შესაძლებლობად იქცა. რაც შეეხება მეხუთე მუხლს, მასში ნათქვამია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. როგორც ხედავთ, რეზოლუცია არ ამბობს, რომ სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, ხოლო ქართული მხარის ქმედებებს მხოლოდ არსებული ესკალაციის ახალ საფეხურზე გადასვლის კონტექსტში აფასებს. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის რეზოლუციის მთლიანი კონტექსტისგან განყენებულად წაკითხვის შემთხვევაშიც კი, როგორც ამას ქართული ოცნების ლიდერები ცდილობენ, შეუძლებელია მისი იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს ის ქართულ მხარეს ომის დაწყებაში ადანაშაულებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პასეს მომხსენებელთა ანგარიშში, რომელიც რეზოლუციას საფუძვლად დაედო, პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ ომი რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის 7 აგვისტოს არ დაწყებულა. ამავე ანგარიშის თანახმად 3-დან 5 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხინვალისა და მიმდებარე ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. მეტიც, რეზოლუციის მერვე მუხლში საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ იმის გამო, რომ ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველო, ისე რუსეთი, ისინი უნდა იქნეს დადგენილი ობიექტურად დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. ეს ჩანაწერი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ასამბლეა სრულად იხსნის ომის დაწყების გარემოებების შესწავლის დადგენის პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ვერც რეზოლუცია და ვერც მისი მეხუთე მუხლი ომის დაწყებაში საქართველოს ბრალს ვერ დასდებდა. როგორც ხედავთ, პირიქით რეზოლუციის მეხუთე მუხლი სწორედ იმას ამბობს, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან ომი ვინ დაიწყო. აქედან გამომდინარე კობახიძის განცხადება, რომ ქართულმა მხარემ ომის დაწყება აღიარა, არის ტყუილი. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სტატიაში, მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.